მოგესალმები, ანუნა, პირველ რიგში და მივესალმები ჩვენს მსმენელს. პირველ რიგში დავიწყებ უშუალოდ ელენეს მდგომარეობით. ნამდვილად მე იმაზე უარესი მდგომარეობა დამხვდა, ვიდრე მქონდა მოლოდინი და წარმოდგენა, მას უჭირს გადაადგილება, ის გაცილებით უფრო უარესად არის, ვიდრე იყო თუნდაც მას შემდგომ, რაც მე ის ბოლოს მოვინახულე, უჭირს გადაადგილება, დადის ხელჯოხით, უჭირს შეფერხება აქვს როგორც მოძრაობაში, ასევე პერიოდულად მეტყველებაში და ასე ვთქვათ, მუდმივად განიცდის ტკივილს, ანუ არ ყოფილა არც ერთი წუთი, სანამ მე იქ ვიყავი, რომ მას ტკივილი არ ქონოდა და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ გვიწევს მოთხოვნები, რომ ჩაუტარდეს კვლევა. ეს არ არის ის მოთხოვნა, რომელიც რაღაცა წარმოუდგენელს, რაღაცა შეუძლებელს, შეუსრულებელი იყოს, თითქოს პირიქით, ეს არის ის ელემენტარული რისი გაწევის ვალდებულებაც ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე გააჩნია პენიტენციურ დაწესებულებას. მაგალითად, როდესაც ადამიანი არის პატიმარი, მასზე მთლიანად კონტროლს ახორციელებს პენიტენციური დაწესებულება და სწორედ მისი ვალდებულებაა ამ ადამიანის მდგომარეობა და მისი პასუხისმგებლობა ამ ადამიანის მდგომარეობა. ნებისმიერ პატიმარზე სწორედ კონკრეტული პენიტენციური დაწესებულება ციხის ადმინისტრაცია არის ვალდებული, რომ უზრუნველყოს შესაბამისი საჭიროებებით და რომ მით უმეტეს, როდესაც საუბარია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე. მე მინდა გამოეხმაურო კიდე არაერთ შემთხვევას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხომ ელენესი, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გვიწევს სხვადასხვა მოთხოვნები, აქციები, საზოგადოების კონსოლიდირება, რომ გაეწიოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პატიმრებს შესაბამისი საჭირო მომსახურება. ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, საუბარია ასევე თუნდაც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში, რომ დიახ, პრობლემებია სწორედ სამედიცინო თვალსაზრისით. ელენეს საკითხზე ის ფაქტობრივად რამდენიმე თვეა, სანამ ამას საჯაროდ გამოვიტანით, რამდენიმე თვეა ელოდება შესაბამისი კვლევების ჩატარებას და ელოდება შესაბამისი მკურნალობის დაწყებას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინოა მისი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ადმინისტრაციამ, ექიმებმა იციან ელენეს მდგომარეობა, თავიანთი პირველადი კვლევებით იციან, რა ტკივილებს განიცდის ყოველწუთიერად, არანაირ მოქმედებას, მით უმეტეს მყისიერ მოქმედებას არ ახდენენ იმისათვის, რომ ელენემ მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება. შესაბამისად, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ელენე არა მხოლოდ უკანონო პატიმარია და სხვათა შორის სირცხვილი, კახი კალაძეს, ესეც ერთგვარი ოცნების მოქმედებაა, როდესაც საკუთარ წევრებს ამცირებს ისე, რომ კაცი, რომელიც პლაკატზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო 4 შვილის დედა სამედიცინო მომსახურების გარეშე უმძიმეს ტკივილებს განიცდის, ეხლა არის დატოვებული და უმძიმეს ტკივილებს განიცდის ციხეში, სადაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ არის მოხვედრილი კალაძის პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სწორედ ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას, ასე ვთქვათ, გასამხნევებლად და სოლიდარობისთვის გააკეთა ელენე ხოშტარია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მე არა ვარ ექიმი, თუმცა რასაც ვუყურებდი, ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება, არის საკმაოდ მძიმე, ელენე არის ძალიან მხნედ, ელენე არის ისევ იგივე საბრძოლო განწყობაზე და აპირებს, რომ ამ ნაწილშიც, ასე ვთქვათ, ამხილოს ეს სისტემა, პასუხი აგებინოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ არც ერთი პატიმარი, არა მარტო პოლიტპატიმარი, არამედ არც ერთი პატიმარი, მათ შორის ის, ვინც დანაშაულის გზის და იხდის სასჯელს, არ დაექვემდებაროს ასეთ არაადამიანურ მოპყრობას და არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საჭირო მომსახურების არ მიწოდება, დაგვიანებით მიწოდება, რასაც არაერთ შემთხვევაში გამოუწევია სიკვდილიც კი. ამიტომ აქედან
ელენემ გზავნილის გამომატანა, ალბათ ნახეთ ესეც, რომ ის მართლა არის მხნედ და არის ბრძოლის განწყობაზე. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მას სჭირდება სამედიცინო მომსახურება და სჭირდება დაუყოვნებლივ და უნდა მოხდეს მისთვის ეს კვლევების ჩატარება, რომელიც ციხის პირობებში ვერ მოხდება. პირველ ეტაპზე აუცილებელია, რომ მოხდეს მასთან ექიმის შეშვება და დღეს ჩვენ არაერთი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ. საერთოდ რა თუნდა განცხადების დაწერა იმას, რომ პაციენტს რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, შეუყვანონ ექიმი, შესაბამისი სფეროს ექიმი და გასინჯოს იმ ადამიანმა, ექიმმა, რომ გავარკვიოთ, რა კვლევები უნდა დაენიშნოს, სად უნდა მოხდეს ამ კვლევების ჩატარება და შემდგომ მკურნალობა დაენიშნოს მას ადეკვატური, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნეს მოწესრიგებული. კი ბატონო, ქალბატონ მარიკა, მინდა რომ აი დოკუმენტებთან დაკავშირებით დავაზუსტო, ანუ რა იყო რეალურად ხარვეზი დღეს როგორც თქვა პენიტენციური ხელმძღვანელმა რაღაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლთან და ექიმისთვის დამადასტურებელი დოკუმენტის რომ ის ნამდვილად შესაბამისი პროფილის ექიმია იყო მოთხოვნილიო. რა ხდება, ანუ გამოგრჩათ ეს დეტალები თუ რას გვეუბნება ანუ პენიტენციური მაყურებელს რომ ვუთხრათ? პენიტენციური სამსახური, მთავარი ამბავი არის ის, რომ პენიტენციური სამსახური თავად არ არის დაინტერესებული, რომ მის ეფექტურ კონტროლ ქვეშ მყოფი პატიმარს მიაწოდოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მე წეღანაც აღვნიშნე და კიდევ განმეორდები, როდესაც ადამიანს სჭირდება სამედიცინო მომსახურება, სჭირდება კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი, ამას საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს არანაირი განცხადების დაწერა. თავად პენიტენციურმა უნდა უზრუნველყოს პატიმარის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. ამიტომ ყველა ის განცხადება თუ რაღაცა თავის მართლება, რომელიც ახლა ისმის პენიტენციური დაწესებულებისგან, არის უბრალოდ ასე ვთქვათ, ერთის დროის გაჭიანურების ამბავი და მეორე უსუსური თავის მართლება. კი ბატონო, გასაგებია. ახლა როგორ განვითარდება მარიკა მოვლენები, როდის უნდა ველოდოთ, არ ვიცი, უახლოეს საათებში თუნდაც ან დღეებში რომ შევიდეს. ჩვენ უახლოეს საათებში ელენე უზრუნველყოფილი იქნება ჯერ პირველადი კონსულტაციით და შემდგომ უკვე დაუყოვნებლივ მოხდება იმ კვლევების განსაზღვრა, რომელიც მას უნდა ჩაუტარდეს და იმის განსაზღვრა თუ სად უნდა მოხდეს მისთვის ჩატარება. დამერწმუნეთ ადამიანური თვალსაზრისით, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანს უყურო იმ მდგომარეობაში, როგორც თუნდაც დღეს მე დამხვდა ელენე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მინდა გავმეჩნო, მიუხედავად ასეთი ძლიერი ტკივილებისა, მის ხასიათზე და საბრძოლო განწყობაზე ეს არ არის ასახული. მაგრამ მე ვამბობ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ნახო, უყურო ადამიანს ასე და ასე უღურვებელყო საჭიროებები არ მიაწოდო, არ უზრუნველყო ის საჭირო ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ მარიკა არევა